ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით დღევანდელ გადაცემაში, რომელშიც განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოა. მიყვარს მგზავრები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში დადიან ხოლმე. სამაგეროდ კარგი სიმღერები აქვთ, პატრიოტული. დღეს ვსაუბრობთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის განშორებაზე. თიკა და გიო, გიო და თიკა. გააჩნია კაცი ხარ თუ ქალი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი ინტერნეტ სივრცეში დაშორდა ერთმანეთს მეგობრებო და მე ამ თემაზე არ ვაპირებ არც ღადაობას, არც ხუმრობების მოფიქრებას, არც ვინმეს შეურაცხყოფას. გიორგი მდგომია გვერდში, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა, როდესაც მთელი საქართველო მაგინებდა და ხალხი მშორდებოდა, რომ სტოპ, მიშა, სტოპ, მე ამაზე არ შევთანხმებული ვარ, მე მეგონა უბრალოდ მეგობრობა იმას ნიშნავდა, რომ ორივე კარგად ვიქნებოდით. იმას კი არ ნიშნავდა, რომ შენ ცუდად იქნებოდი და მე მაინც შენი მეგობარი ვიქნებოდი. ასე რომ გიორგი მაგ შემთხვევაშიც გვერდზე მედგა. ამიტომაც არ ვიღადავებ დღეს ამ თემაზე. მაგრამ ზოგადად ვისაუბროთ, რას ნიშნავს ადამიანის გამოჩენა შენ მეწყვილედ. ჯერ მინდა შეგახსენოთ დაშორების სტატისტიკა. ოღონდ ეს ცოლ-ქმარზე ვიძახი. ოფიციალური ცოლ-ქმრების დაშორება არის 55%. და ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ, როდესაც არაოფიციალურად შორდება ხალხი, ანუ ამას არაფორმებენ დაშორებას. 90% უეჭველი იქნება. ასე რომ მეგობრებო, ვინც ეხლა მიყურებთ იმ დღეს შემხვდა სხვა შორის ერთი ბიჭი, რომ მე და ჩემი შეყვარებულიო, რომ დავწვევით ხოლმე ოსო ჩემ ვიდეოებს უყურებთო, ისე გვახალისებო და რამეო. თქვენც დაშორდებით მეგობრებო. ხა გადახედეთ ერთმანეთს და შეეგუეთ ამ ფაქტს. ყველა დაშორდებით აბსოლუტურად. გეფიცებით. არ შორდებოდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენი ბებია ბაბუები, იმიტომ რომ მაშინ სოციალური ქსელი არ არსებობდა, თუ კაცი ქალს გაშორდებოდა, ის ქალი გამოდიოდა ბოზი თელ სოფელში და იმ ქალს არავინ ეკარებოდა. და მაშინ ხელის გარტყმა მოსული იყო ქალისთვის. მაგრამ, მინდა რეალობას შეგაგუოთ მეგობრებო, რომ ვიცი რომ ეხლა ხართ 18 წლისები, 25 წლისები, რა ვიცი, 30 წლისები და გონიათ რომ მე და ჩემი გოგო ან მე და ჩემი ბიჭი მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, ისეთი ბედნიერები ვართ, ისე გავუგეთ ერთმანეთს. ბუმ, ბოზო, მოდის რეალობა და შორდებით ერთმანეთს. ჩაო, კაკაო. ეს არის ცხოვრება მეგობრებო, ეს არის რეალობა. ანუ მეც, რა ვიცი, ჩემ მეორე გოგოსთან ერთად რომ ცხოვრობდი, მეც მეგონა რომ მეთქი ყველაფერი კარგად წავა, ერთმანეთთან ვიქორწინებთ, ყველაფერს გადავიტანთ, ყველა სირთულეს, მაგრამ მე ბუმ, მიშა, მოკვდი, დანას მიყრიდა. რო დავფიქრდი მეთქი, მეზარება სიკვდილი, ასე რომ მეთქი, მოდი დავშორდეთ. და კარი გამოვიხურე. და მე კომპიუტერის შნურები გადამიჭრა და გადმომიყარა ფანჯრიდან. მაგრამ მეგონა მანამდე რომ დავშორდებოდით? არა. ასე რომ გაუმარჯოს იმედებს. Full energy. არასდროს დაგიკარგავთ იმედებს. იმედებს სხვები გაგიცრუებენ, მაგრამ full energy-ს წყალობით ყოველთვის გექნებათ იმედი. დალევთ? ჩემ ეხლანდელ შეყვარებულს არასდროს დავშორდები. დავქორწინდებით. 3 შვილი გვეყოლება, ბედნიერად ვიცხოვრებთ. ძაღლი დარბის, ნახე, კოკერ სპანიელი. 2 კატა და ერთმანეთს არაფერს ერჩიან. ეს სასწაული არ არის? არა, ეხა სავსეს დარტყმა მეზარება. ეხა დაბლა ისხმება. მაგრამ არა უშავს, ეს არის ცხოვრება. ზოგჯერ დაბლა დაისხმება full energy, ზოგჯერ ერთმანეთს დაშორდებით. როგორ დაგიმტკიცოთ, რომ ერთმანეთს დაშორდებით? ეხა მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, რომელთანაც უბედნიერესი ვარ. ესეთი ბედნიერი მე ცხოვრებაში არ ყოფილვარ.
ყველა წინა ურთიერთობა იყო აი მომზადება იმისთვის რომ მე ესეთი გოგო გამეცნო. თვითონაც ესე ფიქრობს. მაგრამ მოდი დაურეკოთ ვაფშე. აუ ეხა არ პატარაო ხო ყველაზე მეტად გიყვარ არ მეც ხო ყველაზე მეტად მიყვარ ხარ კი რა გახარებული ხარ რა ხდება არაფერი რაღაცა სლოტებში მოვიგე მესმინე რეალობა რა არის რომ ხო ყველა დაშორდება ოდესმე ჩემ და შენ გარდა რა თქმა უნდა ზოგადად ჩვენს გარდა კი ხო ჩვენს გარდა ყველა დაშორდება კაი პატარაო მიყვარ ხარ ყველაზე მეტად და მე და შენ არასდროს დავშორდებით რა თქმა უნდა მუა გადავიდეთ შემდეგ თემაზე მზია ამაღლობელი და ირაკლი დგებუაძე ვის მხარეს ხარ შენ ქალის თუ კაცის ნაცის თუ კოცის სილის გამწვნელის თუ სილის გაწნულის პოლიციის თუ ქალის სამართალდამცავის თუ ქალის დაზარალებულის თუ ქალის გადავედით შემდეგ თემაზე მეგობრებო დღეს მინდა განვიხილო მზია ამაღლობელის 2 წლიანი სასჯელი იმსახურებს თუ არა მზია ამას რა ხდება ზოგადად ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი კი არა დამაბნეველი თემა ორივე მხარისთვის ანუ ნაცებისთვისაც და კოცებისთვისაც რადგან აი უყურე მაგალითად ნაცი ხარ აუ მომენტ ესენი იძახიან რომ ჩვენ ნაცები არ ვართო და რა დავარქო რა ვიცი აი მოდი ენა მამული ერთობას ხალხი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ეს იყო ყველაზე დამაბნეველი სასამართლო საქართველოს ისტორიაში. როდესაც ვერც ანტისამთავრობო ხალხი ხვდებოდა რა უნდა ეთქვა და ვერც კოცები ხვდებოდნენ რა უნდა ეთქვათ, იმიტომ რომ ეხა კოცები იძახიან რომ უნდა დავიჭიროთ ვინც პატრულს ხელს გაარტყამს, მაგრამ მე რო უყურებდნენ სასამართლოს და ირაკლი რო გამოდიოდა რომ აი სილა რო გამაწნა მეთკინა და რამე კოცებიც ბიჭო მომენტ ეხა ქალის სილის გაწვნა როგორ უნდა გეტკინოს და რავი როგორ უნდა დაგიჭირო ჯიგარო მხარი რავი მომენტ იმის დედა შევეცი ვინც პატრულს ხელს ურტყამს მაგრამ ეხა კაი რა ყველაფერს თავის საზღვარი აქვს როგორ დაგიჭიროთ იმენა მხარი და ეს არასამთავრობო ხალხი მოიცა არასამთავრობო მე მგონი სხვა რამეს ნიშნავს მოკლედ ანტი მთავრობის ხალხი იმას იძახდა რომ ქალის სილა როგორ უნდა გეტკინოს ისე რომ ციხეში გაუშვა და მე გონების უკან ქონდათ რომ სტოპ ჩვენ ხო სამართლიანობის და თანასწორობის მხარეს ვარ და ჩვენ ხო ფემინისტები ვარ და გვინდა რომ კაცის და ქალიც ერთნაირად დაისაჯოს და ეხა კაცს რო გაერტყა ქალი პატრულისთვის ხელი რას ვიზამდით ხო და ანუ ეგ არგუმენტიც უვარდებათ კაროჩე ორივე მხარე იმენა დაბნეულია პროსტად გაან და რავი აბა ღმერთმა გიშველოთ ორივეს აი ესე არიან ორივე მეც ეგრე ვარ მართლა არ ვიცი რომელს დაუჭირო მხარე მეც ვუჭერ მხარს რომ ეხა პატრულის თანამშრომელს თუ ხელს გაარტყამ იასნია რაღაც სასჯელი უნდა იყოს მაგრამ მე ვიძახე რომ მეთქი ნუ ეხა ქალია და მოდი რა ჯარიმა დაუწეროთ რა ეხა ციხეში ნუ გაუშვებ და რამე ასე რომ აბსოლუტური შუაშისტი მოგესალმებით რატომ დავიწყე ზოგადად ამაზე საუბარი რომ დღეს გავჩნდა ერთი პოსტი სადაც ჯორჯ კლუნი და მისი ცოლის ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავენ მზია ამაღლობელის დაჭერის თაობაზე და აი მეთქი ეხა აი ბადრაგი შევა ციხეში და მზიას ეუბნება რომ მზია სვეშამი ნავიხად ჯორჯ კლუნიმ დარეკა შენზე გავედით აქედან და ანუ ეს მხარე რომ ვაიმე ჯორჯ კლუნიმ თქვა რომ მზია გამოუშვითო
მაინტერესებს მართლა რა ფანტაზიებში ცხოვრობთ ადამიანები, რომლებსაც რეალურად გჯერათ, რომ აი ჯორჯ კლუნის და თავის ცოლი, ჯორჯ კლუნის ცოლი ვინ არის ვაფშე? დღეს ერთია, ხვალ მეორე იქნება, ხო? ან ვინ არის ვაფშე? ჯორჯ კლუნი არის მსახიობი, მაგრამ ამის ცოლი ვინ არის? ან ერთი ორგანიზაცია რატო აქვს? ან ხალხს რატო იცავენ? ან საქართველოში წერილებს რატო აგზავნიან? რომ მზია ამაღლობელი გამოუშვით, თორე დაგენძრევათ მთელ მთავრობას. ჩემი აზრით ჯორჯ კლუნი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და შეუერთდეს საპროტესტო აქციას და მივიდეს იმ ციხესთან, სადაც მზია ამაღლობელი ზის და გააპროტესტოს. რუპორით. Free მზია ამაღლობელი! Free მზია ამაღლობელი! და მერე უეჭველი გამოუშვებენ, იმიტომ რომ წერილი რა თქმა უნდა, ეხა ბატონო ჯორჯ არ გიკარგავთ სისერიოზულეს. თქვენი წერილი ბევრს ნიშნავს, ჩემთვისაც, მთავრობისთვისაც, თქვენი მხარდამჭერებისთვისაც. ბუმ! ჩემი აზრით, შემდეგში, როცა ჯორჯ კლუნი ვერ მოიგებს ოსკარს, მზია ამაღლობელმა უნდა მიწეროს ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიის ხელმძღვანელობას, რომ ჯორჯ კლუნის გადაეცით ოსკარიო. გაერთიანდა ძალები. იქნებ ჯორჯ კლუნი საერთოდ მაგას გეგმავს და მაგას აწყობს მომავლისთვის, რომ ეხა მე მზიას დავეხმარებიო და მე მზია დამეხმარება ოსკარის აღებაშიო. ამაზე გიფიქრიათ ვინმეს? არა, იმიტომ რომ თქვენ სწორხაზოვნად უყურებთ ყველაფერს. და მე ვუყურებ ესე შიგნით რა ხდება. ბატონო ჯორჯ, მე მინდა გკითხოთ. რა დააშავა ანდრომ აქ ვიპოვე მე. რა დააშავეს სხვა პატიმრებმა, რომლების სახელებით და გვარებიც არ ვიცით. ანუ ისინიც ხო იგივე მიზეზით არიან დაჭერილები, ანუ თუ გუჯერა რომ მზია ამაღლობელი პოლიტპატიმარია და პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, მაშინ სხვებმა რა დააშავეს? ანუ სხვების სახელებმა და გვარებმა რა დააშავეს? აი ხა ზის მაგალითად, აი ამ ადამიანის მშობელი და ელოდება ჯორჯ კლუნის წერილს, რომ აი ჯორჯ კლუნი ჩემ შულზე იტყვის რამეს და თქვენ მხოლოდ მზიას ახსენებთ. რა ხდება? ანუ რა კავშირებია? საყვარლები ხო არ იყავით? ეს არის მთავარი კითხვა. ჯორჯ კლუნი და თავისი ცოლი წვანან და სკროლავს რა ცოლი და სადღაც რომელიღაცა ქვეყანაში, რომლის გეოგრაფიაც არ ვიცი, რომელზეც ალბათ ერთი 300-იც დაადამჭირდება რომ გავარტყა, დააკავეს ერთი ქალი. ჯორჯ, საყვარელო, ამას მიხედავ და ჯორჯმა პატარავ, შენ გამო ხო იცი სამყაროს შევცვლიო და ეხლა დაიწყო წერა, რომ გაათავისუფლეთ, მოგმართავთ საქართველოს მთავრობა. რა ხდება ხალხო? და აქაც რომ ხალხს მოსწონს, რომ აზიარებენ ერთმანეთს, რომ ნახე გოგო ჯორჯ კლუნი მიწერა, რომ free მზია ამაღლობელიო, ეხლა ნახე ხვალვე გამოვიდეს მზია. მოკლედ, რა დასკვნები გამოგვაქვს ამ ყველაფრიდან, რომ მიშა, ვის მხარეს ვართ? ვის მხარეს ვიყოთ? ვიყოთ ამ თემაში შუაშისტები, მეგობრებო. კაცი რომ სასამართლოს დგას და იძახის რომ აი ქალის სილის გაწვნა მეტკინაო და კიო მე მქონაო დაწითლებაო და რამეო, რა თქმა უნდა მაგის მხარეს არ უნდა ვიყოთ. მაგრამ ქალი რომ სამართალ დამცავს ურტყავს ხელს, მაგის მხარეს უნდა ვიყოთ? არა, რა თქმა უნდა. ასე რომ იყავით შუაში, დარჩით შუაშისტები. ჩამერიცხეთ ფულები არ ჩამერიცხოთ მეგობრებო, იმიტომ რომ ბანკის ანგარიშები დამებლოკა, იმიტომ რომ პასპორტი არა მაქვს, არც პირადობა არა მაქვს, მოკლედ ჰაერში ვარ ახლა, არ ვარსებობ, მოკლედ საქართველოს იუსტიციის სისტემაში, ასე რომ ერთი 15 დღე მაცადეთ. ვინმეს თუ ფულის ჩარიცხო მოგინდებათ, Instagram-ზე მომწერეთ და იქ მოგწერთ, ვინმე მეგობართან ჩაგარიცხინებთ ფულს. კოცნით მიყვარხართ.